განმავლობაში. აკჭდო. ეს არის ანდრეი გრებენიუკი, არის ჩემი მოსწავლე. იყო 48 წლის რომ მოვიდა სავარჯიშოთ. გამარჯობათ ზვირპასო მეგობრებო და მე ვარ ანდრეი გრებენიუკი. მე ვერ წარმომიდგენია რომ საქართველოში შვილიშვილმა თქვა ბაბუა ჩემი მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის საჭიდაოთო. ეს არის კოსტუმის საუნა, საერთოდ არ ღირს ცვილი. დაიწყო დღევანდელი ჩვენი წონის კლება, ამჯერად ვემზადებით Grand Slam Abu Dhabi. მაქვს 6 დღეში აწონვა. შემისწრეთ ესეთ მდგომარეობაში. ძალიან ბევრს ყავს ვამ, ეხლა ძალიან ბევრს რა 4 ლიტრი არა 3 ლიტრი წყალს ვამ. მაქვს ამჯერად მოსაკლები 5 კილო, აღდგომაზე ვიყავი მარხვაზე და მის მერე რაღაც ზემოთ აიწია წონა და ამჯერად ვარ დასაკლები 5 კილო, რომელიც უნდა გავაკონტროლო 2 დღე, უბრალოდ 3 დღე, იმიტომ რომ მაქვს აწონვა პირველ დღეს, მეორე დღეს ჭიდავი, მესამე დღეს აწონვა და მეოთხე დღეს ჭიდავი. წონის კლება მიმდინარეობს ამჯერად კარგად, ანუ დიდი შიშით ვიყავი ამჯერად, იმიტომ რომ წონის კლების დროს დავარღვიე ერთი დღე რეჟიმი, ვერ გავუწევდი კლებს და ჩამედა გამერვა ბალანსი და იმაზე მეტი ვიყავი, უშინ ვიდრე მაგრამ დღეს უკვე კარგადაა დავარეგულირებული, მაგრამ მომიწია შიმშილი ერთი დღე. ანუ ეხლა ვარ 2 კილოთი მეტი, ხვალ დილით ამოქვს აწონვა, ეხლა არის 12 საათი. დილის 7 საათზე ჩავქმნები, მივალ სასტუმროში. დიდი ალბათობით ვიქნები სადღაც 1 კილოზე მეტი დავიწყებ წყლის გამოყვანას ორგანიზმიდან, უცებ სადღაც 9 საათი ალბათ 1 საათი დამჭირდება და მერე წავასწრებ ჩავაგდებ წონას. მაქვს ჰიდრონი, მაქვს რაღაც ხსნაები რომ რასაც გამოვიდნენ, მეულად ჩავაგდებ. აბა დროებით. სამწუხაროდ ყველა ნომერი დაკავებულია. მომიწევს 4 საათის განმავლობაში. აკჭდო. რისი თქმა მინდოდა. ხშირად უყურებ ხოლმე ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც იკლებენ წონას, აი ბევრ დასაცმელს იცვამენ, რომ გაუფლიანდნენ და დარბიან ძალიან ბევრს და ეგრე ასე შემდეგ. არ არის საერთოდ საჭირო, ეს არის კოსტუმის საუნა, საერთოდ არ ღირს ცვილი. შეგიძლიათ ეგ დაითრიოთ და იგივე ეფექტია, პირიქით უფრო უკეთესი ეფექტი არის იმის ნაცვლად, რასაც აკეთებენ აი ბევრი სპორტსმენები, რომელსაც უყურებ, არა მარტო ქართველები. რატომ? იმიტომ რომ რა ეფექტი ხდება, ბევრ დასაცმელს რო ვიცვამთ, რა ორგანიზმი შიგნიდან ხურდება და თავისთავად გაცივების მიზნად გამოდის ოფლი, რომ ოფლო მე გააქციოს ორგანიზმი. და იგივე და ბევრი დასაცმელი რო გაცვიათ, ძალიან რთული არის რბენა, თან რო დაგისვლიდებათ უკვე ძალიან დამძიმდება და გიჭირდა უფრო მეტი დრო გჭირდებათ. ჯობია შიშველ ტანზე ჩაისვათ კოსტუმის საუნა, საერთოდ არაფერი არ მომაწვია შიგნი.
და მე ვაკეთებ თუ სადღაც 1 კილო მაქვს ზედმეტი, ვაკეთებ 7-8 წუთის ელიფსზე, როგორც ან ველვა ტრენაჟორზე. მეორე 7 ან 8 წუთი ვაკეთებ სირბილს, სადღაც 10 სიჩქარის 10-ზე ვაყენებ და მე 7-8 წუთი დავხტივარ ლახტზე. მე ვაკეთებ როგორც იცი 5 მისვლას 100 ჯერ ვაკეთებ რა 100 გამეორებას. და თუ სწორად მივუდეგით თავიდანვე წონის დაკლებას, ანუ წყალი გაქვთ ორგანიზმში, ძალიან ადვილად გამოდის, აი სულ სველი ვარ, ახლა გაჩვენებთ რამდენი წონა ვიქნები, 800 გრამით ზედმეტი ვიყავი, სანამ დავიწყებდი კლებას. და გაჩვენებთ, აი მე დღეს გავაკეთე 7 წუთი გავაკეთე ყველაფერი და აი ეს გამომიდა ჯამში 21 წუთი და ვნახოთ რამდენს დავიკლებ. აი მოგიურებო 68 ვარ 1 კილო წავიდა ძალიანაც მშვენიერი. ახლა ავიწონებით დავდებ ტელეფონს თუ შეიძლება ზედმეტი ანახოს და მე გადავიდე. ჩაბარების დროს დაგჭირდებათ ID და თვითონ ეს არის სპეციალური ტალონი არის, რომელიც თვითონ საიძიებს. დილამ მშვიდობის ყველას მოვედით მაგაზინში 9 საათია დილის დილასა ვოგჭიდავი რა გიგმა გვაქვს ახლა რამე ისეთ სწრაფ ნახშირწყლებს ავიღებ ან ბანანს ან რაღაცებს და ეგრევე მივდივარ არენაზე. გახურება 1.5 საათი და ალბათ მე გამომიძახება საჭიდავთ. ჩავერთვები დიდი ალბათობით არენადან. დავიწყეთ გახურება, მოვედით ვორმაპში, როგორც ეგრე გამოიყურება. 9 საათში, არა, სადღაც 40 წუთში მაქვს პირველი შეხვედრა და რავი აბა, გავიჭიმები, გავიწელები, გახურდები ცოტა უფლირო გამომივიდეს და რავი, ძალიან მაგრა ხასიათზე ვარ. წონის დაკლება კარგად ჩაიარა და კარგად ავზრიქი. და მაგის გამო
დასრულდა ჩემი შეჯიბრი. მადლობა უფალს ამჯერად გავიმარჯვე. ჩავატარე 3 შეხვედრა, უნდა ყოფილიყო 4, მაგრამ გამიმართლა ჩავატარე 3. 2 მოვიგე submission-ით და 1 მოვიგე ანუკულებით. ყველაფერი ვერ ჩავიწერე, მაგრამ ახლა დღის განმავლობაში შევეცდები. ორიოდენია სიტყვა მეგობრებო, მინდა გითხრათ ცოტა ისეთი мотиваციის მხრივ. ეს არის ანდრეი გრებენიუკი, არის ჩემი მოსწავლე. იყო 48 წლის რომ მოვიდა სავარჯიშოთ. დღევანდელ დღეს გავიმარჯვე მეც და ანდრეიმაც. ეხლა არის 54 წლის თითქმის, აი აგვისტოში ექნება დაბადების დღე. ვარჯიშობს უკვე 6 წელი არის, ვარჯიშობს კვირაში 3 ჯერ ხან 4 ჯერ, მაგრამ ვარჯიშობს სტაბილურად. 48 წლამდე არანაირი შეხება არ ქონდა სპორტთან, ჭიდავთან მით უმეტეს, ორთაბრძოლებთან მით უმეტეს და ორიოდენა კომენტარი რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი არის, მით უმეტეს ანდრეი გრებენიუკმა იცის ქართული, დაიბადა თბილისში და გეტყვით ორიოდენა სიტყვას. მოგესალმები ანდრეი. გამარჯობათ. და მოგილოცავ, გამარჯვება, ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მასწავლებელი და მოსწავლე ორივემ გავიმარჯვეთ. გამარჯობათ ზვირპასო მეგობრებო და მე ვარ ანდრეი გრებენიუკი, brown belt-ი და თბილისში დავიბადე და გავიზარდეც კიდევაც და 30 წლის უკან წავედი საცხოვრებლად რუსეთში და ენაც მავიწყდებოდა. მაგრამ 6 წლის უკან ჩემ გზაზე შეხვდნენ ძმები რაზმაძე and jiu-jitsu და მასე გეტყვით რომ ჩემი როგორ იქნება სიცოცხლე გადატრიალდა. სიცოცხლე კი არა? და ხო სიცოცხლე გადატრიალდა, ხო. და ცხოვრება გადატრიალდა, სიცოცხლე კი არა, ცხოვრება და ცხოვრება გადატრიალდა და მასე გეტყვით 53 წლისა ვარ მე ახლა, აგვისტოში 54 იქნება და აი ნამდვილად გეტყვი რომ თავისთავი მე ჩემი თავისთავი ეგრე ვზნობ როგორც არ იყო 30 წლში. ეს 100%-იანი და ივარჯიშე jiu-jitsu. და მე მასე გეტყვით რომ არა მნიშვნელობა რამდენი წლისა ხართ 30, 50, 53, 54, აი 60. ყავს მოსწავლე 61 წლის არის. 62 წლის არის. 62. ო, 62 წლის არის და არა მნიშვნელობა აი გეპიცებით რა რამდენი წლისა ხართ ივარჯიშე და აი ნახავთ რომ თქვენი შეიძლება 100%-იანი მე ვიცი, ჩემ თავზე ვიცი, მაგრამ ივარჯიშეთ, გაგიმარჯვოთ და კარგად იყავით. ორიოდენა სიტყვას დავამატებდი, იყო რომ მოვიდა 94 კილო და დღეს გამოდის 77-ში. დიდი სპეციალურად არაფერი არ გაუკეთებია განა იმისა, რომ სტაბილურად ვარჯიშობდა და აქედან გამომდინარე რავი, ალბათ ძალიან საინტერესო არის მით უმეტეს საქართველოში ბაბუა არის გესმის და ამასთანაც ლაპარაკობდით, აი ვილაპარაკეთ, რომ მე ვერ წარმომიდგენია რომ საქართველოში შვილიშვილმა თქვა ბაბუა ჩემი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის საჭიდაოდ რა მაგარი რამეა რა ბაბუა ჩემი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის საჭიდაოდ რა ძალიან მაგარი რაღაცა არის და აქედან გამომდინარე ამ სახეობაში არის ყველაფერი შესაძლებელი და იმდენად საინტერესო არის რომ რავი დროთა განმავლობაში იმედია გაგიყვებ და ჩავწერ ბევრი ვარჯიშების ასე ვთქვათ არსენალს რომელიც გაგიადვილებთ დაწყებას